თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა დღეს საინტერესო, მაშინ თქვენთვის ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ინფორმატორი. თავდაპირველად ქართულ შოუ-ბიზნესს მივხვდეთ და გავიგოთ თუ რა საქმიანობენ ჩვენი ვარსკვლავები. შემდეგ კი დიდი შოუ-ბიზნესის დიდი ამბები. ახალგაზრდა რეჟისორი შოთა კალანდაძე ქართულ კინემატოგრაფიაში საკმაოდ თამამი ნაბიჯებით შემოიჭრა. ის მაყურებელმა ეროტიკული ჟანრის ფილმის „ციზმრების გაელვება“ გაიცნო, რომელშიც პარტნიორობას მსახიობი ლიკა ქავჟარაძე უწევს. ამჟამად რეჟისორი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლებს მსახიობი ეკა კახიანი, მოდელი ნათია მაკაცარია და კალათბურთელი ირაკლი კეიდი ასრულებენ. ფილმი, რომლის გადაღებებიც რეჟისორმა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, შეიძლება ითქვას იმ ნოველების სერიის გაგრძელებაა, რომელზეც შოთა კალანდაძე უკვე დიდი ხანია მუშაობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კლასიკური მუსიკის ფონზე ადამიანთა ურთიერთობების გადმოცემა. სცენარს მუსიკალური გაფორმებაც უნდა შეესაბამებოდეს. ეს იქნება პატარა ნოველა, ნუცა შანშიაშვილიც იქნება ამ ნოველაში, მზია მაღლაკელიძე, მარინა კახიანი. შოთიკო რომ მოვიდა და მომიყვა სიუჟეტი, საჭირო სცენარი ფურცელზე დაწერილი არ ქონდა. იდეები ქონდა ტვენში და პირველი რაც უთხარი, რა თქმა უნდა, რომ ძალიან კარგია, კარგად ყვები, მაგრამ მინდა რომ ქონდეს დაწერილი თვალნათლილ დავინახო რა ხდება. თვითონ შედეგი მუშაობა წვალება არის ხოლმე უსახსრობის გამო, პირობების არ ქონის გამო, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხოლმე არის ჩვეულებრივი. თლიანად ფილმს ჯერ ბოლომდე სამუშაო სახელი მაქვს, მაგრამ ბოლომდე არა მაქვს გადაწყვეტილი. აი დავამონტაჟებთ, მერე გადაწყდება ალბათ და ამ ნოველას ერქმება ნოველა ღალაც. თემა მოგეხსენებათ, მარადიული თემა, ყველაზე უფრო საინტერესო, ყველაზე უფრო მრავალფეროვანი და საბედისწეროც. სხვათა შორის ერთ-ერთი ასეთი ნოველა, რომელიც სოფიკო ჭიაურელის შესახებ შეიქმნა, რუსეთის ერთ-ერთმა ტელეარხმაც აჩვენა. თუ რა ბედი ეწევა ამ ფილმს, გაიტანენ თუ არა მას საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ქართულ მაყურებელს თბილისში მისი ნახვის საშუალება ალბათ სულ მალე ექნება. თამთა გოგუაძე თავისი ახალი ვიდეოკლიპის პრემიერისთვის ემზადება. სიმღერა სახელწოდებით მახსენდება, მომღერალმა ჯერ კიდევ ზაფხულში ჩაწერა. კლიპის გადაღებები საკმაოდ მრავალფეროვნად მიმდინარეობდა და იმედი მაქვს თამთას ბევრ საინტერესო მომენტს გაახსენებს. მას შემდეგ, რაც თამთა გოგუაძის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, სიახლეები მის შემოქმედებით სამყაროში შეემჩნევა. თუ არც თუ დიდი ხნის წინ მის ვიდეოკლიპში ახალ პერსონაჟად მისივე მეუღლე, ასევე მომღერალი აჩიკო ცანკაშვილი გამოჩნდა, ახლა მუსიკალურ ალბომში მათი ოჯახის ახალ წევრს, ორი თვის ლუკასაც იხილავთ. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, გაჰყვება თუ არა ლუკა დედმამის პროფესიას, სამაგიეროდ თამთამ ზუსტად იცის ერთი რამ. მეუღლე მას მუდამ ახლოს ეყოლება. სიმღერის ჩაწერის, ვიდეოკლიპის გადაღებისა თუ სცენაზე გამოსვლის დროს. ამიტომაც დირექტივების გაცემის გარდა აჩიკოს ბევრი სხვა ფუნქციის შესრულებაც უწევს. მე ვარ ცხოვრებაში საერთოდ სპექტაკლი და წმინდა ნეტარი ადამიანი, მაგრამ კლიპში გამოვედი როგორც ყაჩაღი. და ძალიან ძნელია ყაჩაღის თამაში, ესე ვთვლი, იმიტომ რომ გამიჭირდა სიმართლე რომ თქვა ბატონი რეჟისორის მოთხოვნებს ცოტა მოგვიანებით ვაკმაყოფილებდი ხოლმე თავიდან, ცოტა ისე ვიყავ მიჭირდა. ახალი ვიდეოკლიპის გადაღებები, რომელზეც ამჟამად მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში უნდა დაფიქსირებულიყო თამთა როგორც ფეხმძიმობის დროს, ისე შემდგომ. თუმცა ეს არ არის სიუჟეტის მთავარი მიზანი. რეალური ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავებული კლიპის იდეის ავტორი რეჟისორი ლევან ტორონჯაძეა. როდესაც თამთა მშობია რა, ანუ აჩიკოს შეხვდება ბავშვით, ეს აჩიკოსთვის იქნება სიურპრიზი, ანუ არ იცოდა მან ეს ყველაფერი. მე და აჩიკო ერთმანეთს ვეძებთ და კლიპის ბოლომდე ვერ პოულობთ ერთმანეთს, ანუ ერთად არ ვართ არც ერთ კადრში და ბოლო კადრში ვნახულობ აჩიკოს, მივდივარ მანქანით, შემხვდება აჩიკო, ჩავიჯენ მანქანაში და წავალთ. მართალია თამთა საკმაოდ დამძიმებულ ვითარებაში რეჟისორი საკმაოდ რთული მითითებების შესრულება უწევდა, მაგრამ მიიჩნევს, რომ წვალება ნამდვილად ღირდა, თუნდაც იმისთვის, რომ დიდი ხნის ოცნება ბოლოს და ბოლოს აეხდინა. სიმღერა ეკუთვნის ლილიკო ნემსაძეს. ლილიკოს სიმღერა ყოველთვის მინდოდა რომ ემღერა და ეს არის პირველი სიმღერა და ორსულობაში, ასე ვთქვათ, ავიხდინე. მე-9 თვეში ვიყავი უკვე რომ გადავიღე და შემდეგი კადრები არის უკვე ლუკა იყო თვენახევრის. თითქოს სხვა მიმართულებით წავედით მე რომ დანარჩენი გადაღებები.
მაგრამ თლიანობაში საინტერესო უნდა გამოვიდეს. სიმღერას ქვია მახსენდება, ვწორი რომ მახსენდება ალბათ და ამ ერთ სიმღერაში შეღრილი ყველაფერი ერთად. ყაჩაღი მთელი ცხოვრება ყაჩაღი რჩება მე და მეც ესე ვაგრძელებ ოღონდ სხვადასხვა იმეებში, მდგომარეობებში. თორე ყაჩაღი რჩები და ბოლოს კვდები თუ არ კვდები? თუ რა მოსდის აჭიკოს კლიპში, იპოვის თუ არა ბოლოს და ბოლოს მას თამთა და როგორი იქნება ორ სრულიად განსხვავებულ პერიოდში გადაღებული ვიდეო მასალის სინთეზი, ამას ამთვის ბოლოს დაგეგმილ პრემიერაზე შეაფასებენ. ეს თარიღი, ისე როგორც კლიპთან დაკავშირებული ყველა მოვლენა, შეიძლება ითქვას ერთობ ოჯახურია. პრეზენტაცია მიეძღვნება ჩემშულს, იმიტომ რომ არის 31 ლუკაობა, 31 ოქტომბერი, ლუკასთან ამ დღეს ვნათლავთ და ეს ყველაფერი ეძღვნება ჩემს შვილს. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე უკვე რამდენიმე წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამჟამად ის თბილისშია და ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს. 29 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო იმპროვიზირებული კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე მიიღებენ. კონცერტსაც ასევე ერქმევა სამი თაობა. ოჯახის სახელი და ასეთივე კონცერტიც გვინდა მივცეთ, არა პომპეზური, არამედ უფრო სალონური. ბედნიერი ვარ რომ ეს საღამო ჩატარდება, რომ აი ესეთი შესანიშნავი ჩვენი მომღერლები, ქალბატონები მიიღებენ მაშინ მონაწილეობას და ეს კიდევ ერთხელ უსვავს იმას, რომ საქართველოში გული შეტკივა ხალხს ამ უდედმამო ბავშვებზე და ყველა ჩვენ გვინდა მივიზიდოთ ზუსტად აი მათი ყურადღება, ვისაც გული შეტკივა და უნდა რამით დახმარება. აი ხა მე და ბატონი გურამ ახალაევ საუბრობთ, გახლავთ პაატა ბურჭულაძის ფონდის ერთ-ერთი აქტიური წევრი, არც ერთი ბილეთი არ არის. ეს იყო გათვლილი, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბილეთის ყიდვით დახმარებოდა იმ უპატრონო ბავშვებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც ბატონი პაატა გამართავს თბილისში. ფონდის გეგმებში, რომელსაც თავად მომღერალი ხელმძღვანელობს, შედის ბუბაკი კაბიძის კონცერტი და სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი საღამო. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა თბილის მომავალ წელს ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ეწვიოს, რომელიც ამჟამად ინგლისში წარმატებით მოღვაწეობს. ამავე ფონდის საშუალებით თბილისელებს შესაძლებლობა ექნებათ ოპერის თეატრისთვის გადმოცემული სანტიაგოს საოპერო თეატრის საჩუქარი ოპერა ფაუსტი იხილონ. მერიის კულტურის სამსახურში 29 ოქტომბრის კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. მე მივიღებ მონაწილეობას ჩემი ქალიშვილიც და ეს იქნება კამერული პატარა კონცერტი. ლიზა ბაგრატიონი აგრძელებს შემოქმედებით პარტნიორობით ურთიერთობას ანსამბლ ფესვებთან და სანასტუდიაში იწერება ლილიკო ნემსაძის სიმღერა გზაწუთი სოფლისკენ, რომლის ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე. სხვათა შორის ამ სიმღერის პრემიერა 22 ოქტომბერს ფილარმონიაში შედგება ანსამბლ ფესვების კონცერტზე. სიმღერის გზაწუთი სოფლის არანჟირების ავტორი კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილია. სხვათა შორის მასვე ეკუთვნის ის კომპოზიცია, რომელიც ლიზა ბაგრატიონმა პირველად შეასრულა ანსამბლ ფესვებთან ერთად. ფესვებთან ერთად მე მღერი ვარ ნიკა მემანიშვილის მიუზიკლი და ნაწყვეტს, ეს არის ელის რომანსი. მღერი ვარ ბიჭებთან ერთად, ჩვენ სანქტ-პეტერბურგსაც კი მოვასვენინეთ ჩვენი ერთობლივი სიმღერა. თბილისში ხშირად მღერი ვართ ხოლმე, იმიტომ რომ ხალხს საბედნიეროდ მოეწონა ეს სიმღერა, რადიოშიც ძალიან ინტენსიურად ჟღერს და აქედან გამომდინარე, კიდე გაგვიჩნდა სურვილი ერთად სიმღერის. საესტრადო და ხალხური მუსიკის სინთეზი მსმენელისთვის სასიამოვნო თანხმსაქმელი იქნება. თუ მსმენელმა ახალი სიმღერა გზაწუთი სოფლისა ფესვების კონცერტზე ვერ მოისმინა, მომავალში მას შესაძლებლობა ექნება იგი ან ლიზა ბაგრატიონის, ან ანსამბლის მუსიკალური ალბომების ფარგლებში მოისმინოს, ან სულაც ორივეში ერთად. გიგა კვენტაძე იმ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც როგორც თავად გითხრა, თავის მუზას მიუძღვნა. სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი თავად გიგაა და მას ასე ჰქვია: ჩემსავით ვერავინ გაგატყობს. მუსიკოსის ახალი სიმღერა ტრადიციულად მისავე სტუდია ორფეისში იწერება. გიგა კვენტაძე არ ღალატობს მისთვის ჩვეულ სტილს და ახალ სიმღერასაც ისევ რომანტიკულ სასიყვარულო ელფერს აძლევს. სიმღერა არის სიყვარულზე და რა ვიცი, ხა არის ჩაწერის პროცესში სიმღერა და სადაცაა დასრულდება ერთ კვირაში. მალე იქნება ამ სიმღერის პრეზენტაცია. სადღაც ორ კვირაში ჩვენ ვიწყებთ ამ სიმღერაზე გადაღებებს, კლიპის გადაღებებს. მე არ მინდა ჯერ რეჟისორის სახელი და გვარი ვთქვა, მაგრამ მკვირდებით რომ იქნება ძალიან კარგი კლიპი. სიმღერა შევაჩემს სოლო ალბომში, რომელიც დაგეგმილია რომ გამოვიდეს
სადღაც დეკემბრის ბოლოს, ანუ ახალი წლისათვის უკვე იქნება ახალი ალბომი.